ორი ვარიანტი არ არის გამომკლავს მართა. პირველი ფეხსაცმელს რო ვერ მიუტან თუ მეორე ამ თოლში ვარ მის გარეშე. მოკლედ ახლა რა ხდება? მართას დავპირდი რომ თუ წიგნს აიკითხავ და ვუყიდდი ფეხსაცმელს. მთელი გულით კითხულობდა წიგნს და ახლა იყო დრო, როდესაც მონაწავს ვიყავი. ვაპირებდი რომ სიურპრიზად მეყიდა ეს ფეხსაცმელი და მიმეტანა სახლში, მაგრამ მე გუშინ ჩემს მეგობართან დავჭი თბილისში ისე და ისე მოთხოვა, რომ ეხლა უნდა წავიდე ფეხზე ვიცვამ პარკებს, იმიტომ რომ გარეთ ჩემი მანქანა რა დღეშიცა, ამ ყველაფერს იხიალთ ზუსტად 1 წუთში და გული არავის არ წაგივიდეთ. ამ ბავშვმა ესე იწვალა, პირობა დავუდე და მგონი პირობას ვერ ვუსრულებ, იმიტომ რომ აქ გადაადგილება არის შეუძლებელი. როგორც ფეხით, ასევე მანქანით. ახლო მაღაზიაც კი არაა და რა ვიცი. შრომით ყველაფერი გამოგივა. ამას ხშირად ვამბობთ. მართამ ამ სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობა სრულიად გაიაზრა. მთელი კვირის განმავლობაში კითხულობდა ტომ სოიერის თავგადასავალს ერთი პატარა სურვილით, რომ თავისი საყვარელი ფეხსაცმელი მიეღოს აჩუქრად. ალბათ ყველას გახსოვთ ის განსაკუთრებული შეგრძნება, როცა სკოლის პირველ დღეს ახალი და საყვარელი ტანსაცმლით ხვდები მეგობრებს. და აი რა ხდება? სკოლის წინა დღეა, მართამ პირობა შეასრულა, მე კი ლიზზე ვარ ჩარჩენილი. წარმოიდგინეთ, 4 დღე იმდენად დიდი თოვლი იყო, რომ საერთოდ ვერ გამოდიოდი გარეთ. ზედმეტი იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსთავში ჩამოსულიყავი. თითქმის 100 საათი გავატარე თოვლში. ძალიან წდება გული, რომ მართას იმედი უნდა გაუძრო. და ისე მაინც თქვენ როგორ ფიქრობთ, შევძლებ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას? გჯერათ სასწავლების და სუპერგმირების? მოკლედ ვიდეოს ბოლომდე დავრწმუნდებით, რომ შეუძლებელი არაფერია. მოკლედ ეხგელს წერო ვოის გაუგზავნი და მართასთან ერთად არ მოусმეს. მართას ხო დავპირდი, წიგნს როგორც კი წაიკითხავ, გიყიდი მეთქი ფეხსაცმელს თქო. და ეგ დღე არის დღეს. ხვალ უნდა რომ სკოლაში წავიდეს თავისი ახალი ფეხსაცმლით, მაგრამ მე სადაც ვარ, ანუ ლისზე ისე მოთხოვა, რომ ჩემი მანქანა არის ჩამარხული, ვერ გამოყავს, ანუ ზემოდან ცოცხით ვფერთხავთ, რომ არ ჩატყდეს მინები, იმდენად ჩამარხულია. ძალიან რთული სიტუაცია, თოვს, დღეს მთელი დღე თოვს. მე-12-ში იყიდება ეგ ფეხსაცმელი, ზომაც ვიცი არის 36, უნდა შავი და დიუყიდე, სიურპრიზად მოუტანე და გავუხარდება. მოკლედ, ეხლა დამირეკა მანანამ და მთხოვა რომ ეყიდა მართასთვის ფეხსაცმელი. ცოტა ჩუმად ვცვირა ვიდეოს მართამ რომ არ გაიგოს. მინდა რომ სიურპრიზი გავუკეთოთ, ამიტომ ეხლა გავალ ცოტა ხანში მე ერთად დავურჩიოს მართას ფეხსაცმელი. ნახოთ აბა, გელაც დაგვეხმარება. ამასობაში მე ყავას დავლევ. რა დავისვენებ? რა გავაკეთო? ეთყობა იმდენი ვიშრომე, იმდენი რომ სამყარო შენო დაჯიქიო, დაისვენეო რა და მიირთვიო. გაიხარეთ. როგორ გითხრათ რა ეს ფეხსაცმელი იცით როგორ უნდა მოირგო თავის მეგობრის. მოკლედ ძალიან უნდა იქ დედაჩემს ეხვეწება. ამ ფეხსაცმელს ქვია იზაბელა მარანტი. ეს ფეხსაცმელები მეც მქონდა, ძალიან სასაცილოდ მქონდა და მე ზოგადად არ მინდა რომ იყიდოს. სიმართლე რო თქვა, არ მომწონს, მაგრამ გამახსენდა რომ მეც აი ესე მომინდა ძალიან და მიყიდეს და კაი ბავშვია და გაიხაროს. გელამ პასუხი მომწერა. ანუ ბავშვი თავის პირობას ასრულებს, რაც მთავარია. მადლობა დედას რომ სამნი გაგვაჩინა და მარტო მე არ მიწევს გაკეთება ყველაფრის. მართა არის ძალიან გამგები, იმიტომ რომ ძალიან თოვლია და ჯერ ვერ მოვდივართ თქო და ესე მომწერა რომ ეხა საღამოსკენ ჩამოხვალ და ხვალ სკოლის მერე წავიდეთ და ვიყიდოთ ფეხსაცმელი. ოკო, როცა უფროს არ შეუძლია, არ უნდა დააძალოთ. როცა შეძნებს აუცილებლად გაიკეთებთ. უნდა იყოთ გამგებები. მომწონს ეს აქციელი და მართა ამიტომაც დაიმსახურებს დღეს ფეხსაცმელს. მაგამდე გეტყვით ყველაზე მაგარ სიახლეს, რომ მე მანანა ვარ იცოდე, გავაკეთე კიდევ ერთი YouTube არხი, სადაც მხოლოდ მე ვიქნები და ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ იქაც ძალიან საინტერესო ვიდეოები გელოდებათ. მე დავდე სტორი, სადაც ჩანს ეს თოვლი და მართა წერს ამ სტორიზე რომ მიმიყვანეო, ხა მირეკავს. რანაირად მოვიყვანო, როცა ვერ წავდივარ აქედან. ხო მართა? შვები, ძალიან თოვლია. კი. მე რა ვიცოდი ამ ხელაზე თუ მოთოვლავ და. მე გუში წამოსულიყავი. ხო და გუშინაც ეგეთი თოვლი იყო, ვერ წამოვედი. აბა ამოვასო შეგუნი ჩავრჩები აქ. ის რამდენი იყანია წაყვედი კაცო არ მოსულყო. ეხა გზა უნდა გაწმინდონ და მაქსიმუმ ხვალ წამოვალ. კაი. კოცნი მიყვარხარ ცოტა განიცდის ბავშვი, რადგან მე ჩავრჩი. ბავშვობაში მეც სამბერ ამის განიცდიდი ხოლმე. მართაში ამ დროს ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ იცი საჩუქარს ვერ მიიღებს, რადგან თოვლში გავიჭედე. მაგრამ მიუხედავად ამისა, დავალებას მაინც მთელი გულით და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს. და ეს არის სწორედ ჩემი мотиваცია, რომ მას დღესვე აუსრულო თავისი სურვილი. მართა რა შვები? რავი, აი ვკითხულობ დღეს წესით უნდა დამთავრებინა და მანანა მიყიდით, მაგრამ მანანა ვერ ჩამოდის და ვერ მიყიდით, და ძალიან მინდოდა დღეს რო ეყიდა. და რამდენი გვერდი გაქვთ ერთში? 60-50 ისო.
თუ დაამთავრებ დღეს რო რამე? წესით კი. კაი, ხვალამდე რაღაცა არა, ერთი დღე და ბარი უხვალე ყიდი, ხო? აი, ხო. არა და რამდენი იწუწუნა ხო გახსოვთ? 5 საათი ვიჭდი და ვიკითხო. ძალიან ბევრი. ხო, მაგრამ ცოტა დამეხმარა. თანაც წიგნი თავისი მოსწავლის ბარათით იყიდა. ეს კარგი გზაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდან ისწავლოს პასუხისგებლობა და საკუთარი არჩევნის მნიშვნელობა. როგორც ხედავთ, მართა გულწრფელი დასრულებს ჩელენჯს, რაც არის მართლა დასაფასებელი. ამიტომ წავიდეთ ახლა და ვიტყიდოთ აი ეს კედელი თუ გეცნობათ ვინმე საწერეთ კომენტარებში. სანამ მართა კითხობს, მე ტოპ კომენტარებს წაგიკითხავთ, რომლებიც წინა ვიდეოდან მოვაგროვეთ. რა თქმა უნდა, ყველა წავიკითხეთ, მაგრამ ესენი განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა. პირველი გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა რატი. მარცა და მანანა, თუ შეიძლება ჰარი პოტერის პირველი ნაწილი რომ გაარჩიოთ. ვაფრენ მაგ წიგნზე. მე გოგო ვარ ტასი, მიყვარხართ. ძალიან გვიხარია, როდესაც წიგნებზე გვიკომენტარებთ და კარგი იქნება თუ სხვების დაგვიკომენტარებთ, რომელი წიგნები გინდათ რომ გავარჩიოთ. მართა წინასწარ ბოდიშს გიხდი, ეს კადრები არ უნდა გენახა, მაგრამ რა ვქნა, ჩემშიც არის ბავშვი და თოლში მართლა ძალიან გავერთე. ჩემი მანქანას ვინც დაინახავს აქ, რავი იმას, დაეწერება ქულები, იმიტომ რომ არც კი ჩანს ჩემი მანქანა არის იქ გადაფარებული. გუშინ ღამე კიდევ კაი ჩავედით, ძალიან დიდი თოვლი ედო და მოვაშორეთ, თორე უჭველი ჩატყდებოდა. აი ნახეთ რა მხელა თოვლი დევს და კიდე თოვს და მთელი დღე ითოვებს. მომყვება იგი ჩვენი პერსონაჟი, მაშო და ნერვიობს საჭმელიც არ გვაქვსო. ეს საუსარი new style. წავედით, აბა. აბა, რადგან არ უნდა დამიჯდეს, ჩემ დროს უნდა მიუწანო ფეხსაცმელები რა. ეხლა მივდივარ, თოვლი უნდა გადავთოვლოთ. გამოიძახეთ მანანა, ასევე მაშო. წავედით. ბაბა იაგას არ გავარ. გუშინ ღამე რომ გადავთოვლეთ, ესე მოდიოდა მაშა და ბაბა იაგას მაგრად გავთ. აი ეს აუცილებელია. მართლა გონდით ყუია შეგპირდი, მაგრამ შეუძლებელი ხო არაფერია და იქნებ როგორღაც ეს ფეხსაცმელი. ხავ, აი მე, მაშო. აუ, მართლა მიყავ. ჭიშკარი როგორ უნდა გავაღო? ჭიშკარს ვე. Hello, Tsuga. ვაიმე. წამო. ჩემი მანქანა. რაღა ეხა მოუნდა აი. აზრი არ აქვს, ხა აქედან მანქანა წასვლას ხო? გოგო, ნახე. ხა აი, არ ვიცი. იმდენი თოვლი ადევს რა. ხო ჩემი მანქანა, ანუ მე შეხედე. აი. შენ ხალაკდი. გადიეხა იქეთ. ისაც ბძოლი გადარჩენისთვის. მართ ამ ვიდეოს რო ნახავ მიხვდები რომ გონი მიზეზი მქონდა რატომაც ვერ ჩამოვედი რუსთავში ვაიმე. ფორბალი არ ჩანს. ან ვერც კი ჩავსხდები, ზედმეტია საუბარი. ყველაფერი თეთრია. მართლა ჩატყდება რო არ გადავწვიდოთ. არაც უგი? ჰა? თან ეხა ეს თოვლი რომ მართას ვანახო, მე შეიძლება მოუდეს მაგასაც და დაიწას მეც მამაკაცია. საგან არ გავწვიდეთ უკვე დადო. თუ წავალთ, მოგიწევს რომ ფეხით გავიაროთ, მაგრამ რამდენიმე გავიაროთ ფეხით. მე ჩავიფელი, გეფიცები. აუ თოვლი მაინც მაგარია რა. მიდი, მაგარი ბრიგადა მყავს რა, ნახეთ რა მუშა, აი, ფასო მუშა. აბა მიდი, აბა როგორ ჩავდიდა? ეს დაღლი რაღაცა, ვერც კი ვჯდები მანქანაში. მე აი რა სიმძიმისა. ხავზე ჯერ რატო არაფერი არ დახურავს? აი მაგე მანქანა გაჩერებული ვეღარ მიდის. ეს ჩემი ფავორიტი მარშრუტკა, რომელსაც იმხელა თოვლი ადევს თავზე რომ ამხელს თვითონა. ეს ერთობი. მომე. ორი ვარიანტი არ არის გამომკლავს მართა. პირველი ფეხსაცმელს რო ვერ მიუწან თუ მეორე. ამ თოლში ვარ მის გარეშე. ორივეზე მოკლავს, მაგრამ გონი თოლზე უფრო. დაწერთ კომენტარებში მართა აპატიე მანანას. ისე ზოგადად რა ადამიანი რაღაცას კვირდება და სიტყვას გაძლევს, უნდა გააკეთოს, მაგრამ აი არსებობს ესეთი გამოუვალი სიტუაციებიც. როდესაც თავზე ვიწალა არა. რას ურწყავ მაგ მანქანას? არ ეთყმევ. სანამ მაღლიდან გადმოფხიკეთ, უკვე დაედო. არ შემიძლია. აი ეს გვინდა და ვერ ვეუბნები. ასე თუ ისე ცოტა ვუშველეთ, მაგრამ ყელი მტკივა, ჩაი მინდა. რუსთავშიც თავს ხოთა შორის, მაგრამ ესე ძალიან არ თავს რა. აი ესეთი საცოდავი თოვლი გვაქვს რუსთავში, ჩემი და ლისია გაჭედილი და დიდ თოვლობის გამო ვერ მოდის და აი ესეთი თოვლია, თოვლჭყაპი, იმიტომ რომ არის +1 გრადუსი და თოვლი ვერ ასწრებს დადებას და რო ვარდება ძირს ეგრევე დნება და ამიტომ რუსთავში თოვლი არ არის როგორც ყოველთვის, მაგრამ არა უშავს. მეორე გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა ანუკი. მანანა დედაც ეგრე მეუბნება ყოველდღე Roblox-ის თამაში კარგიაო. საათობით Roblox-ის თამაში არ არის ბევრი და 50 გვერდი რო წაიკითხო დღეში ბევრია. მეც ერთი დღე 24 საათი ტელეფონის გარეშე. ამ ღამიდან დავიწყებ, აბა ვნახოთ მეც თუ გავძლებ, იმიტომ რომ ყველა მიბრაზდება. სულ ტელეფონი გაქვსო, მაგრამ არ მომწონს და ვნახოთ თუ გავძელი 3 დღესაც დავამატებ და სულ 4 დღე გამოვა. აი 4 დღე, ანუკი, შენ თუ ტელეფონის გარეშე გაძლებ, ჩვენ დაგვიკომენტარე და კიდევ ერთხელ გავაკეთებიდებ მართას 4 დღიან ჩელენჯს.
გელა იზაბელებს ეძებს, მაგრამ აშკარაა რომ არასწორად გაიგო. მოვედით რუსთავის ბაზარში და ეხლა მართას უნდა აურჩიოთ ფეხსაცმელი და წამოერთად ნახოთ რა. აქ მე მგონი არ არის ფეხსაცმელი. არ არის ბიუსალტერებია თუ რაღაც. ნეტა გელა თუ დამთავრდებოდა, რომ გაიგო რა რთული გზა ელოდა წინ. ნამდვილი სუპერგმირია. თქვენ რას ფიქრობთ, დაგვიკომენტარეთ. აი მე ესეთი მინდა რა, შემიდისთვის ფოტოს განახი. აი ესეთი ფეხსაცმელი ხო არ გაგვთ? ეგენია იგი ტუკლები. საითა? მადლობა. გამარჯობა. ეს მოდელები ხო არ გაგვთ? აი ესენი. ხო, ეგეთებია მე მგონი, ქონია. და რა ღირს ეს? 200. დედა რა ამბავი. 200 არ დააკლდება, ფეხი არ მოეცვლება? რაზომა უნდა? პატარები 36-ები. 17-ები მაქვს. გამარჯობა. აი ეს მოდელები ხო არ გაგვთ? არა. კარგით, არ არის. მე მგონი დეფიციტია, დაიტაცეს. არა და არის არჩევანი რა. გამარჯობა, გოგოს ფეხსაცმელები გააქვთ? არა, იზაბელები ნინოსთან. იზაბელები ქვია? გამარჯობა, ეს მოდელები ხო არ გაქვთ ჩემს ხოვით? სუშავები არა? კარგით, მადლობა. 200 ღირს ყველგან ხო? მე ტიაფად ვერ ნახავ ამასაც მე. ვირი ყოფილა ეს ფეხსაცმელები? ნახი არა და რა სვეჟია. აუ, კაებია რა. ისე 36 გააქვთ ზომაში? 17. კარგით, მადლობა. ზომაშიც არ არის, მოკლედ დრაუხსნათ არ არის. აი ეს ფეხსაცმელი ხო არ გაქვთ? არა? არალიო. აქაც არ არის, არა ოქნა. გამარჯობა. აი ეს ფეხსაცმელები ხო არ გაქვთ შემთხვევით? არა? არ არისო, რა ოქნა? გამარჯობა. აი ესეთი თუ გაქვთ. მეორე მაღაზიაში გვაქვს ესენი, მაგრამ ფერი თავარია გქონდეს შავი. აუ წეგა მგონი აქ ვიკითხე და სუშავები არ გაქვთ, ხო? საწყობიც დაკეტილი გვაქვს დღეს. მადლობა დიდი. არ ვიცი გელა მართლა სუპერგმირია თუ არა, მაგრამ ერთი რაღაც არის ფაქტი. სიკეთე არის ჩვენი სუპერძალა. ამ ძალას კი თქვენ გვაძლევთ. რა ქვია შენ? კატა. ვიყურებ ხოლმე? აუ რა მაგარია. დაწერილები ვყავ. მადლობა. თქვენც მადლობა ნახავთ. გამარჯობა. ისევ თქვენთან მოვედით. 36-ები არ გაქვთ? 17-ია? 200-ს ფეხი არ მოეცლება? რა ხდება ახლა? გელა წავიდა და ცდილობს რომ მოძებნოს ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი, როგორც უნდა მართას. ეხლა მოვწერა ვიდეო ჩაგიგდე და ნახე. აი ესაა რა და 27 ზომა ოღონ 36 არ იშოვება ფიზიკურად ეს მოდელი და 200 ლარიო და ფეხი არ მოეცვლება ხო? ხო და რა ვქნათ ახლა 200 ლარი გვიღის? ეხლა გართულდა სიტუაცია, იმიტომ რომ 36 არ არისო. აი მე ვიწყე ეს რაღაცას რომ წამოიღოს, მაგრამ დაბრუნების პერსპექტივით რა, თუ გამოატანს ეგრე. დაგიბრუნდით, ალბათო. ის რა ამბავია, ამბობს აქ 36 ფეხი და სახში უნდა წაუღო და შევიძინეთ და დიდი რომ მოვიდეს და უკან რომ მომიტანოთ. კარგი, გაგატანთ და შესაძლებელია რომ ქეჩაც რო ჩაუფრინოთ. აი ესეთები. ხო. და ის ბავშვია მაინც ეძდება სულ ფეხი და ეგ. ხო, მოკლედ მოგვაქვს ეს ფეხსაცმელი, ამაზე პატარა ზომა არ არის არსად შესაბამისად. ნახოთ. ჩემადამ უნდა ჩაგირიცხოთ და 1-2 წამი რომ ნახოს მასში და გეტყვით. თითქმის შევიძინეთ. ანუ ეს არის მოდაშია ეხა და ჩვენ ესენი გქონდა სუფერებში. ადრე მახსოვს ხო იმიტომ რომ ჩემი და იყო 14 წლის მაშინ ეხა არის 25-ის რა და ძალიან ბავშვობაში ქონდა ერთხელ ეგეთები თეთრი იყო ლურჯში. ესეც ასე გადავრიცხეთ. მოგწერე და ნახე რა ჩამოვდექი აქ. აი გადავურიცხე და სკრინს გამოგიგზავნე. კაი, აბა ნახეთ შეამოწმეთ. მადლობა. ნახვამდის. ხო, შევიძინეთ, აი ესეთი ფეხსაცმელები. იდეაში რადგანაც სამფარია, შეიძლება რომ ცოტა ისეთ წინდებზე ჩაიცვას, რაც არის სკელი და შეიძლება რომ კარგად გქონდეს. არ გინდა ნასკები? შუქნით მართლა? აუ, უღრმესი მადლობა. რომელი გინდა? მეც მაჩვქებ. მართლა? აი მე მაჩვქებ. მართლა? აუ, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. კარგად, ნახვამდის. რა კეთილი ადამიანები შეგხვდნენ. აქ უნდა მოვიდეთ მე ოდესმე და რაღაცა ეს სიკეთე უნდა დავაბრუნოთ რა. მართლა შეუძინეთ ფეხსაცმელები, იმედია დიდი არ ექნება. თუ ექნება დიდი და მოუბრუნებ ხვალდილის 11 საათამდე გვაქვს დრო. ნაუ, ძალიან პროდუქტიული გამოსვლა იყო ჩემი აზრით. მესამე გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა მარიტამ. მანანა და მართა, რა მაგარი გოგოები ხართ. იმედია ჩემს კომენტარს წაიკითხავთ. ბავშვებს ძალიან კარგ რაღაცებს ასწავლით. თქვენი ვიდეოებით, მაგალითად, ჩემ ძმას რომ ვაყურებინებთ თქვენს ვიდეოებს, ვუხსნი ხოლმე ყველაფერს დეტალებით. გამოწერილიც მყავხართ და ყველა ვიდეო დალაიქებული და ნანახი მაქვს. ძალიან გამიხარდება თუ ჩემი კომენტარი გაიმარჯვებს, მაგრამ აქ კიდევ ბევრ ბავშვს მოზარს უნდა გამარჯვება, ამიტომ არაა საჭირო. მიყვარხართ და სამაგალითოები ხართ ყველა ბავშვისთვის, რომ აი ასეთ კონტენტს აკეთებთ და ბავშვებს ანვითარებთ. მარიტა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის და მიხარია, რომ ჩვენი ჩანაფიქრი ზუსტად გაიგე. ჩვენც ძალიან გვიყვარხართ ყველანი. აქ მაქვს ჩემი პირადი YouTube-ის ვიდეო, ვინც არიცით, ვაკეთებ ჩემს არხს, რომელზეც ვიქნები მხოლოდ მე. ვისაც ეს არხი ჩემს გამოწგავთ გამოწერილი, აუცილებლად შედით და გამოიწერეთ ჩემი არხი. ალბათ გახსოვთ, რომ მე და მართა კაფეში კითხვისას შევთანხმდით, რომ ჩვენს დამოუკიდებელ კონტენტსაც გავაკეთებთ. როგორც იცით, თუ საქმის დაწყება გინდათ, საუკეთესო დრო არის ახლა, დღეს და არანაირად არ უნდა გადავდოთ. აი ეს იქნება ჩემი არხი. მანანა ვარ იცოდეთ. გამომიწერეთ. ჯერ მარტო 2 გამოწერი მყავს. და ამ არხზე კიდე 110,000
100-ზე მეტი წარმოიდგინეთ. მაინტერესებს ხა რამდენი ადამიანი გამომწერს ამ ვიდეოს მე. ეს თეორები ცოტა სხვანაირი იქნება. მზივარ დავაპარაკობ რაღაცებზე და შეიძლება ცოტა უფროსებისთვის არის, მაგრამ ცუდი არ იქნება რომ თქვენც უყურებთ. აბა წარმატებები მისურვეთ. თქვენი აზრით რა რეაქცია ექნება მართას, როცა საყვარელ ფეხსაცმელს დაინახავს? აბა, ნახოთ. კი, ძალიან კარგად მაქვს ზუსტად. მართლა? კი. იგა? კი. მე პირადად არ მომწონს. არაფერი არ მოსწონს ამბიჩს რო რამე. შენთვის ასაკუთრებულად უნდა შექმნან ყველაფერი. ისე უბრალოდ მაღაზიიდან ვერ ჩაიწნე რა თქმა უნდა შენ. ძალიან კაია, ძალიან გამიხარდა რა. ან სერწიქს რო გავდამთერ მაშინ ეყით, მაგრამ ეხა ძალიან მიხარია რა. რამდენი გაჩვენე? არ უნდა სიგვარდი, მაგრამ ეგ არა უხავს. 245 ვერ წავიკითხე და ეხლა ანუ და აი ასე დასრულდა მართას და ტომის ერთობლივი თავგადასავალი. ისტორია არა მხოლოდ წიგნზე, არამედ სურვილზე, შრომაზე და რწმენაზე. მართამ ტომისგან ისწავლა, რომ ყველაფერი რაც მარტივად არ მიიღწევა, ყველაზე ძვირფასია. და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ ბავშვებს სიტყვებზე უფრო ქცევებით ვასწავლით. როცა რაღაცას მთელი გულით აკეთებ, როცა გჯერა და არ ნებდები, თუნდაც სულ სხვა გეგმები გქონდეს ამის და სამყაროს, შეუძლებელი არაფერია. და თქვენით გაახარებდით ჩულებს სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად.